პირველ რიგში მოგესალმებით და ალბათ მზად ვარ უპასუხოთ თქვენ შეკითხვებს. იცით გასული დღეების მოვლენთან დაკავშირებით მოგეხსენებათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მოაწერა ხელი ბრძანებას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე და ჩვენ პირადად მე გვაპირებ ამ ბრძანების გასაჩივრებას სასამართლოში და ვაპირებ სამართლებრივობის აღდგენას და ამან გამოიწვია პედაგოგებში, მოსწავლეებში, მშობლებში დიდი აღშფოთება. სწორედ ამ მოვლენებს უკავშირდება ბოლო ერთი კვირა. მინდა გითხრათ, რომ ვფიქრობ, რომ ბრძანება არის უსამართლო დასკვნაზე გამოტანილი, ანუ ჩვენ პრეტენზია გვაქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტრუქტურული შემადგენლობის შიდა აუდიტის მიერ დადებულ დასკვნის მიმართ, რომელზეც ვფიქრობთ, რომ არის არაობიექტური, არაკომპეტენტური და ამიტომ ვითხოვთ საერთაშორისო სერტიფიცირებული დამოუკიდებელი აუდიტს, რომელიც ჩაატარებს მართლაც რეალურ და სამართლიან კვლევას, შეისწავლის საკითხს და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში საზოგადოება გაიგებს ჭეშმარიტ რეალობას. თუ რასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, რომ დღეს ან ხვალ და პირობას გაძლევთ, რომ ამას აუცილებლად გაიგებთ. ჩვენ არ ვიჩქარეთ საჩელის შეტანა, ვფიქრობთ, რომ ერთ და ორ დღეს არ აქვს მნიშვნელობა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საჩელი იყოს არგუმენტირებულად დასაბუთებული და სასამართლომ მიიღოს ჭეშმარიტი გადაწყვეტილება. როდის შემოვიდა აუდიტი სამსახურის სკოლაში და რა პერიოდია შესწავლილი, უფრო ზუსტად რომ მითხრათ, იმიტომ რომ შესწავლილია 2011 წელი, არა სასწავლო წელი, არამედ სამეურნეო წელი 2011. შემოვიდა აუდიტი 2012 წლის ივლისის თვეში. ამაზე ძალიან ხშირად აპელირებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომ 2012 წლის ივლისში ხელმძღვანელობა, ანუ სხვა ხელმძღვანელობა იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არაფერ შუაში არ არის. ზოგადად აუდიტის შემოსვლა სკოლაში და საკითხების შესწავლის წინააღმდეგი არ ვართ ჩვენ, უფრო მეტიც ჩვენ გასულ წლებში სკოლიდან გქონდა გამოყოფილი თანხა იმისათვის, რომ ჩატარებულიყო სკოლაში აუდიტორული შემოწმება, რომ რაიმე ხარვეზი თუ გაგვეპარებოდა აღმოეფხვრეს და რეალურად ეს სწორიც არის და კარგიც არის და თუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმის მერე, როდესაც პირადად მე მომანიჭა 2012 წლის საუკეთესო დირექტორის წოდება და ამის შემდეგ შევიდა ერთ-ერთი მოქალაქის საჩივარი, მან ჩათვალა მიზანშეწონილად, რომ შეგვესწავლა საკითხი, ეს ჩვენს ინტერესებში შედიოდა, ერთხელ სამუდამოდ რომ დადგენილიყო ჭეშმარიტება, დაიწყო კვლევა ივლისის თვეში და გაგრძელდა მთელი ივლისის განმავლობაში, მაგრამ დასკვნა დაიდო ოქტომბრის შემდეგ, ანუ დაახლოებით 28 ოქტომბრის შემდეგ დაიდო პროექტი, შემდგომ ჩვენ ამ პროექტთან დაკავშირებით მივაწოდეთ მათ ჩვენი დასაბუთებული მოსაზრებები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შემდგომ მათ მივაწოდეთ ასევე მათი მოთხოვნით შეთანხმებული ერთობლივი გეგმა და დეკემბერში, ხაზს უსვა დეკემბერს, უკვე ამ ასე ვთქვათ ხელმძღვანელობის პერიოდში და ოქტომბერშიც დღევანდელი ხელმძღვანელობა გახსნათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, დაიდო დასკვნა, რომელიც მისცა, ასე ვთქვათ, რომელიც ვფიქრობ საფუძვლად დაედო იმ ბრძანებას, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოსცა პირველად 17 იანვარს. ამ ბრძანებაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გაფრთხილებას აძლევს სკოლას, ასეთი ზოგადი ტერმინოლოგიით კანონმდებლობის დარღვევისათვის მიეცეს გაფრთხილება და არ არის ზოგადად რომელ კანონმდებლობაზეა საუბარი, მოგეხსენებათ, ბევრი კანონმდებლობაა საქართველოში და თითოეულ კანონმდებლობაში კიდევ ძალიან ბევრი მუხლია. და მეორე ავალებდა სამეურნეო საბჭოს ერთი კვირის ვადაში განეხილა საკითხი დავით ლაგვილავას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. აი სწორედ ამ ერთი კვირის განმავლობაში, პარასკევს 18 იანვარს ჩაგვარდა ეს ბრძანება და აქედან ერთი კვირის განმავლობაში ქონდა სამეურნეო საბჭოს განეხილა ეს საკითხი, შეესწავლა. ამ პერიოდში 2000-ზე მეტი მშობლის ხელმოწერით შევიდა წერილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. დაახლოებით 900 მოსწავლის, მე-7-მე-12 კლასის მოსწავლებს გულისხმობ, იმიტომ რომ ჩვენთან 2500 მოსწავლეა. დაახლოებით 130 მასწავლებელზე მეტი ხელმოწერით წერილი, მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნით.
გთხოვთ შეგხვდეთ, გამოგვიყვათ 10-15 წუთი და რეალურად ჩავიხედოთ საქმეში, შევისწავლოთ. ჩვენ არ ვაპროტესტებთ ესე ცალსახად, რატომ მოხსენით დირექტორი. მოდით რეალურად შევისწავლოთ საკითხი და თუ არის მათაც დარღვევები, მე პირადად ვაცხადებ და ასევე ფიქრობს ჩვენ მშობლებიც და პედაგოგებიც და სამეურნეო საბჭოც, მე მზად ვარ ვაგო პასუხი კანონის შესაბამისად. მაგრამ ჩვენ გვაქვს ეჭვი დასაბუთებული ეჭვი, რომ დასკვნა არის არაკომპეტენტური და ტენდენციური. ეხლა როდესაც დასკვნის მიმდინარეობის დროს მე მართალი გითხრათ, ცოტა ხუმრობადაც მეჩვენა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აუდიტის თანამშრომელი, როცა მეუბნება, რომ მე საიდანაც მინდა ქვევს იქიდან გამოვაბავ ყურს და მე შემიძლია ისეთი დასკვნა დავდო, შემიძლია არ დავდო, რომ თუ მინდა მოვახსნევინებ ბინის, თუ მინდა არა, ცოტა მართალი გითხრათ ეს აი მიმდინარეობის დროს და ძალიან ესეთი ღიმილით მეუბნებოდა ამას ივლისის თვეში დიახ ბატონო დენის წურწუმია იყო ასე თანამშრომელი ბუნებრივია მე მეგონა ამას ხუმრობით საუბრობდა ახლა როდესაც გამხოლოებული იჯარით ფართი ჩვენ გვაქვს უფედი გამხოლოებული იჯარით არის გაცემული და მას აქვს გამხოლოებული ელექტროენერგია და როდესაც ახლა დენის წურწუმია გვეუბნება რომ დამისაბუთე რომ ელექტრორიცხველი დაპლომბილ ელექტრორიცხველზე საუბარი ქარხნულად რომ სწორად წერს მართალი გითხრა მართლაც მომეჩვენა ხუმრობით ანუ მე უთხარი რომ მე რატომ უნდა დაგისაბუთო თუ ეჭვი გაქვს რომ არასწორად წერს მოდი დავასაბუთოთ თქვენ მოუხსნათ გავატაროთ ექსპერტიზა და ანუ მე მართალი გითხრათ მაშინ ჩავთვალე ეს იუმორად მაგრამ როგორც შანს ეს უკვე დეკემბრის თვეში როცა დაიდო დასკვნა ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი სიახლე უცხო რომ იმ ფონზე როცა ანგარიშის პროექტის შემდეგ მოვთხოვეს ჩვენი მოსაზრებები და შეთანხმებული გეგმა და მე მინდა ხაზი გაუსვა იმას რომ 2012 წელს სწავლობენ 2011 წლის საკითხებს და დღეის მდგომარეობით კი არა და უკვე სექტემბრის მდგომარეობით 2012 წლის სასწავლო წლის დასაწყისში ეს საკითხები უკვე გამოსწორებული იყო რეალურად ყველა ის საკითხი რომელიც დასკვნაშია მითითებული 99% ამ საკითხებისა და თუ გაინტერესებს ის 1% რა არის ის 99% უკვე გამოსწორებულია რეალურად ჩვენ გვაქვს საქმე რასთან არის რაღაც გარკვეული ტიპის დარღვევები სამინისტროც ამბობს რომ არის ასეთი დარღვევებიო და ჩვენ ვაღიარებთ ამ დარღვევებს მაგალითად ასეთი ტიპის დარღვევა რომ საავადმყოფო ფურცელი არ არის კანონიერად აკინძული და უშუალოდ რეზოლუცია საავადმყოფო ფურცელს არ უნდა ედოს და უნდა ედოს განცხადებას და რაღაც მსგავსი ტიპის დარღვევები ხო ხარვეზები ეხლა დარღვევები ნუ აი დარღვევა ნუ მაგალითად მოდით ასე ვთქვათ თუ დარღვევებზე ვსაუბრობთ მასწავლებლებს პედაგოგებს ხელფასი ეწერებათ სტაჟის მიხედვით ერთ-ერთი კომპონენტი მათი ხელფასის გამოთვლის არის სტაჟი 5 წლამდე 5-დან 10 წლამდე და 10-ზე ზევით და ჩვენ თვლიდით და ეხლაც მიმაჩნია მორალური თვალსაზრისით და სამართლიანობის თვალსაზრისით რომ პედაგოგი რომელიც ასწავლის კერძო სკოლაში ის უნდა ითვლებოდეს პედაგოგად და მას ის წლები უნდა ითვლებოდეს პედაგოგიურ სტაჟად და როდესაც ჩვენ ამას ხმამაღლა ვამბობდით ერთნი გვეუბნებოდნენ უნდა ითვლებოდეს მეორენი არ უნდა ითვლებოდეს წინა ხელისუფლების დროს ღიად განაცხადა მინისტრმა და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რომ რა თქმა უნდა პედაგოგის ხელფასი როცა სახელმწიფო ლიცენზიას აძლევს კერძო სკოლას და როცა აღიარებს მის მიერ გაცემულ ატესტატს რა თქმა უნდა აღიაროს პედაგოგიც მაგრამ შემდგომ აღმოჩნდა რომ იურისტების ასე ვთქვათ ჯახის შემდეგ რომ 576 ბრძანება 2005 წელს გამოცემული ბატონი ლომაიას დროს იქ არის ჩანაწერი რომ საჯარო სკოლაში მუშაობის სტაჟი შემდგომ აღმოჩნდა რომ ეს ხარვეზი მათ მიერ იყო გაშვებული თორე ისინი თვლიდნენ რომ ეს ასე უნდა იყოს დღეს 2012 წლის სექტემბრის თვეში ქალბატონი ხატია დეკანოიძის მინისტრობის პერიოდში ესეც ამოწურული ანუ სიტყვა საჯარო შეიცვალა საგანმანათლებლო დაწესებულებებით. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა ვითვალისწინებდით სტაჟის გამოთვლის დროს კერძო სკოლის მუშაობის და ასეთი ტიპის ხარვეზი თუ გადაცდომად გაწმუნებთ 99% სკოლაშია საქართველოში და ის შეცდომებიც დამამთავრებ მოდის ვიხდი, ანუ შესაბამისად ოდნავ მაგალითად 5 წელს განმავლობაში მასწავლებელი შეიძლება ქონოდა 70 ლარით, 80 ლარით მეტი მიღებული. ჩვენ ორი მხარე, სკოლა და მასწავლებელი შევთანხმდით იმაზე, თუ ეს მართლაც კანონთან იყო შესაბამისობაში, თუ ეს სამართლებრივად იყო არასწორი, თუ სამართლიანი არ იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ხარვეზის გამოსწორებასაც გეგმავდით, აი ეს 1% ეს არის, გავწერეთ გრაფიკი
სადღა ზოგან 6 თვე, ზოგან 3 თვე, ზოგან 1 წელი, ანუ და მაქსიმუმ სადღაც 150-200 ლარამდე იყო ყველაზე დიდი თანხა, რაც შეიძლებოდა და 1 წლის განმავლობაში მასწავლებელი თანახმა იყო, იქ 10 ლარი თუ 15 ლარი, ასე ვთქვათ, დაგვეკავებინა მის ხილფასი, ამით არაფერი ასე ვთქვათ, არ ზიანდებოდა, არ ზარალებოდა. მე ხაზი მინდა გაუსვა რა. ერთხელ გვაქვს რაღაც გარკვეული ტიპის ხარვეზები, რომელიც არის საქართველოს 1500-ვე სკოლაში შეიძლება მოიძებნოს და იგივე ბატონი ალდა გოგლიჩიძის სკოლაშიც. იგი გახდათ მოგეხსენება სკოლის დირექტორი რამოდენიმე თვის წინ. და ხარვეზი სადაც ახლა საქაღალდეში მარჯვნიდან ჩავდებთ დოკუმენტებს თუ მარცხნიდან და თანაცმოვარი არსებობს საშიშროება შეიძლება დაიკარგოსო, გაიფანტოსო ეს დოკუმენტები ასეთი დასკვნაში, ასეთი რამ წერია. კი არის აკინძული, კიდევ საქაღალდეებში, მაგრამ კანონი დადგენილი წესით არ არის თურმე აკინძული და თურმე ზონარი არა გაყრილი და იქ ბაფთები არ აქვს. კი ბატონო, ვეთანხმებით ასეთ ხარვეზს და ერთხელ დღეს რაღაც ხარვეზები შენიშნები, თუნდაც ასეთი ტიპის დარღვევები, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ 99 თუ 100% სკოლაში არა, ყველა სკოლაში შეიძლება აღმოჩნდეს და მეორე მხარეს დგას რა? არ არსებობს ანუ სახელმწიფო ბიუჯეტი დაზარალებული არ არის, სკოლის ბიუჯეტი რაციონალურად იხარჯებოდა, არამიზნობრივი ხარჯვა არ არსებობს, თანხების მითვისებას და გაფლანგვას ადგილი არ ქონია, მოსწავლეები და მასწავლებლების ინტერესები არ არის შელახული, უფრო მეტიც მაქსიმალურად არის მათი ინტერესები გათვალისწინებული და პირობები ყველა სასწავლო პირობაა შექმნილი სკოლაში სწავლისთვის და სწავლებისთვის სკოლაში ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მეორე მხარეს დგას ეს და მე ვფიქრობ რომ გადაწყვეტილების მიღების მეც გაოცებული ვარ რატომ მიიღო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ეს გადაწყვეტილება მაგრამ როდესაც ჩვენმა საერთო მეგობარმა ტელეფონით ახლა მე ამის მტკიცებულება არ შემიძლია მოვიყვანო მაგრამ როცა ესაუბრა ბატონ ალდა გოგლიჩიძე და კითხა რომ რა დარღვევებია და რაზე მოაწერი ვიზირება მან დაადო ბატონმა ალდა გოგლიჩიძე მან უპასუხა რომ 65 გვერდიანი დასკვნა რომ 10 წამიკითხავს ისე დავადე ვიზირებაო ახლა როდესაც დაწუნებული ვარ ბატონ ალდას რო წაეკითხა ეს დასკვნა გამოენახა ამისთვის დრო იქ ნახავდა ისეთი ტიპის ხარვეზებს რომელიც მისივე სკოლაში ძალიან უამრავი იქნებოდა მე ვფიქრობ რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არის პირველ რიგში შეცდომაში შეყვანილი და მე ვფიქრობ რომ აქ არის რაღაც პირად ანგარიშწორებასთან საქმე ახლა ეს მე ვფიქრობ რომ აქ ალბათ საკითხებს ტენდენციურად უდგება როგორც ალდა გოგლიჩიძე ასევე ქალბატონი ქეთევან ნატრიაშვილი რომელიც არის ბიძაშვილი იმ მომჩივანი მშობლისა რომელიც ზემოთ მოგახსენეთ ანუ ეს მშობელი ჩივის 5 წლის განმავლობაში და აფრიალებს ხელი დოკუმენტებს მინდა გითხრა ძალიან ესე ხელაწეული და ერთ-ერთ დოკუმენტში რა წერია იცით რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაშინდელი გენინსპექციის ხელმძღვანელი წერს რომ ოდის ვიხდი რომ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოსწავლეს მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვს საქმელოქმედო მიზნებისათვის დადგენილი წესით მოიზიდო ნებაყოფლობითი შემოწირულობები თუ თქვენ მოგეპოვებათ კონკრეტული ფაქტები სკოლის დირექციის მიერ შემოწირული იძულებით ან სავალდებულო წესით ხასიათის თაობაზე შეგიძლიათ მიმართოთ სამართალდაცვა ორგანოებსო ამასთან ერთად საჯარო სკოლა უფლებამოსილია თუნდაც კლასის გაყოფის აუცილებლობის შემთხვევაში მოახდინოს თანამდებობრივი ხარჯების გაწევა ანუ თავისივე საწინააღმდეგო დოკუმენტები უჭირავს ხელში და იძახის რომ აქვს დავით ლაგვილავას კორუმპირებულობის და დამამტკიცებელი საბუთები. ეხლა ვინ და ბატონმა ალუნდა უნდა იცოდეს რომ შემოწირულობები ეს ნებაყოფლობითია და მე გეტყვით რომ დღესაც 52 სკოლაში მიმდინარეობს უფასო საჯარო სკოლა და იცით სპეციფიკური სკოლაა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა იქ სტანდარტზევით მომსახურება თუ ფასიანი მომსახურება ან დღესაც იქ მშობლები იხდიან თანხებს და ბუნებრივ გოგლიჩიძემ განცხადება გააკეთა დაკავშირებით და მე როგორც მახსოვს თქვა რომ გვაქვსო ინფორმაცია რომ შეიძლება მანიპულირება მოხდეს იმაზე რომ ეს იყო პატარა ხარვეზებიო მაგრამ არ იყო მწვრილმანი ხარვეზები და აქ მშობლებიდან თანხების მითვისებაზეა საუბარიო არანაირი ერთი მტკიცებულებაც კი არ არსებობს იმისა რომ მშობლებიდან თანხის მითვისებას ჰქონდეს ადგილი მშობლებს შექონდათ მართლაც საბანკო ანგარიშზე შემოწირულობების სახით თანხები ჩვენი პრიორიტეტები და მშობლების პრიორიტეტები ჩვენი შემოწირული თანხა ის საბიუჯეტო თანხა ხდებოდა და ჩვენ შეგვიძლია მიგვემართა ეს მიზნობრივად როგორც ჩავთვლიდით საჭიროდ სამეურო საბჭოსთან შეთანხმებით რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენი სკოლის ინტერესი და მშობელთა ინტერესები
99% შემთხვევაში ემთხვეოდა ერთმანეთს და ეს იყო განათლების ხარისხის ამაღლება. და ჩვენ ეს თანხები მიმართული ჰქონდათ ხარისხის ამაღლებისთვის, კლასების, მოგეხსენებათ ჩვენი სკოლა რეიტინგული სკოლაა და კლასში 30 მოსწავლეზე მეტია და თვლიდით რომ კლასები გაგვეყო შუაზე გარკვეულ საგნებში და შემდგომში ამ განაყოფ კლასებს უნებრივია ჭირდებოდა თანხები დაფინანსება, იმიტომ რომ მასწავლებელს ხელფასები უნდა მიეღოთ და შესაბამისად ეს ინტერესი იყო მოსწავლეთა ინტერესები დაცული იყო პირველ რიგში, სკოლაში განათლების ხარისხი ამაღლებული იყო და მასწავლებელთა ინტერესები ყოფილიყო დაცული. ეხლა როგორც არ უნდა შეფუთონ, რომ აქ თანხების მითვისებას ჰქონდა ადგილი, მსგავსი ერთი ფაქტი არც დასკვნაში, არც რეალურად არ არსებობს. ხო, საუბარია მაგალითად ასეთი არამიზნობრივ ხარჯვაზე წერი ასეთი რამ. ესე იგი 2011 წელს შესაძლოა ყოფილიყო არამიზნობრივი ხარჯვები 2012 წელს მეუბნებიან. ეხლა როდესაც 2000 ცოტა აბსურდულ თემასთან გვაქვს საქმე. ჩვენ მოგეხსენებათ განათლების შესახებ კანონი ითვალისწინებს იმას, რომ ყოველი წლის 10 დეკემბრამდე სკოლა ფინანსურ ანგარიშს უდგენს სამეურვე საბჭოს და ბიუჯეტის პროექტს. ჩვენ რა თქმა უნდა ამას ვაკეთებდით და დადგენილებას იღებდა სამეურვე საბჭო ასეთი ტიპის. თუ 10 დღის განმავლობაში ეს ოქმები არსებობს, რა თქმა უნდა და დასკვნაშიც დევს. და რა თქმა უნდა იმას რასაც ახლა ვამბობ, დასკვნაშიც წერია, რომ სამეურვე საბჭო იღებდა ასეთ გადაწყვეტილებას. თუ 10 დღის ვადაში არ იქნება წარმოდგენილი რაიმე სახის შენიშვნა სამეურვე საბჭოს წევრის მიერ სკოლის დირექტორის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი ჩაითვალოს დამტკიცებულად. მე ვფიქრობ, სამართლებრივად აქაც არ შეიძლება ითქვას, რომ სკოლამ მუშაობდა დაუმტკიცებელი ბიუჯეტით და არსებობდა ვარაუდი გამოითქვა ის, რომ შეიძლებოდა 11-12-ზე მეტი დაეხარჯა სკოლის დირექტორს, ერთპიროვნულად დაეხარჯა და არ ეთანამშრომლა სამეურვე საბჭოს, მომიწოდებს, რომ სამეურვე საბჭოსთან უფრო მეტად ვითანამშრომლობდა. ამაზე მეტი თანამშრომლობა მე ვერ წარმომიდგენია, როცა სამეურვე საბჭოს კიდევ 10 დღე მიეცემა იმისათვის, რომ სამეურვე საბჭოს წევრებს რომ უფრო კარგად შეისწავლონ ბიუჯეტის პროექტი და შემდგომში თუ წარმოდგენილი არ იქნებოდა შენიშვნები დამტკიცებული იყო. თუმცა მინდა გითხრათ, მე ვერ ხედავ კანონდარღვევას, ჩვენ მაინც გავითვალისწინეთ წელს, მაგალითად 2012 წლის დეკემბერს, 10 დეკემბერს, როცა ამტკიცებდით 2013 წლის ბიუჯეტს, წინასწარ დაურიგეთ ჩვენ სამეურვე საბჭოს წევრებს ბიუჯეტის პროექტი და წელს უკვე იმავე დღეს 10 დეკემბერს სამეურვე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. ანუ კიდევ ერთხელ უსვავ ხაზს, ჩვენ ის საკითხები, რაც დასკვნაში დევს, ის საკითხები 99% უკვე არ არსებობს სკოლაში პრობლემის სახით და ჩემთვის გაუგებარია რატო დადგას დღის წესრიგში საკითხი ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის თაობას. ეს დიახ. დიახ. ხო. კი ბატონო, მე მოგახსენებთ, რომ 17 იანვრიდან 25 იანვრამდე ამ ერთი კვირის განმავლობაში, როგორც მოგახსენებთ, 2000 მშობელის ხელმოწერით განცხადება შევიდა მოსწავლეების, ასეთივე ტიპის ხელმოწერებით განცხადება შევიდა პრემიერ-მინისტრთან სამშაბათს. მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი დაინტერესდება ამ საკითხით. ერთადერთი მოთხოვნით, რომ აღდგეს სამართლიანობა, შემოვიყვანოთ დამოუკიდებელი აუდიტი, შევამოწმოთ საკითხები, მით უმეტეს რომ გამოსწორებულია უკვე ეს საკითხები და იძლეოდა თუ არა ის ხარვეზები იმის საფუძველს, რომ დირექტორის გათავისუფლების საკითხი დამდგარიყო. უფრო მეც გეტყვით, სამეურვე საბჭომ 25 იანვარს პარასკევ დღეს, ეს იყო ბოლო ვადა, იმსჯელა ამ საკითხებთან დაკავშირებით და 12 გვერდიანი დასაბუთებული, არგუმენტირებული დასკვნა გაუგზავნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მიაქციეთ ყურადღება 17 საათსა და 58 წუთზე ელექტრონული ასე ვთქვათ პოსტა გვაქვს ჩვენ, ანუ ელექტრონული საშუალებით ვაგზავნით დოკუმენტაციას შიდა ასე ვთქვათ სამინისტროს შიგნით. ჩვენ გადავუგზავნით რესურს ცენტრმა სამინისტროს, რომ ვადებში ჩავტეულიყავით და კანონმდებლობა არ დაგერუღია, რომ 6 საათამდე მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია. დასკვნაში 11 ხმით 0-ის წინააღმდეგ სამეურვე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უფლებამოსილება დავით ლაგვილავასთვის არ შეეწყვიტა. უკვე 18 საათსა და 25 წუთზე თუ 30 წუთზე უკვე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ მოხსენებით ბარათი, რომ არ გაითვალისწინა სამეურვე საბჭოს ასე ვთქვათ მოსაზრებები და
მინისტრმა უკვე დაახლოებით 7-10 წუთი როცა აიტვირთა საიტზე ბრძანება გათავისუფლების შესახებ და ეჭვი მაქვს რომ სავარაუდოდ ისინი არ ცელოდებოდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ მათ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ გათავისუფლების შესახებ ანუ გამოდის რომ თქვენ უნდობლობას უცხადდებთ და გული ამბობთ რომ არაკვალიფიცირებად იქნა აუდიტი ჩატარებული ივნისში წუნია იყო ფინანსური აუდიტის თუმცა შემდგომ ახალ ისარგებლა იხელთვანება ამ არაკვალიფიცირებული აუდიტის დასწრით და იმის გამო რომ ნატროშვილის ახლობელი ნათესავი იყო ანუ მათ გამოდის რომ ეს ასეა მათ შეისწავლეს ხო იცი რა ძველ ხელმძღვანელობას დასკვნა არ დაუდია იმ დროს შეისწავლეს საკითხი დასკვნა დაიდო ახალი ხელისუფლებისთვის მე ამას ვსოხას და დიახ ოქტომბრის ბოლოს დაიდო პროექტი და ოქტომბრის ბოლოს უკვე ახალი ხელისუფლება გახდა და ახალი ხელმძღვანელობა განათლების სამინისტროში და იქ პროექტი უკვე ბუნებრივია იმ მიმართულებას მისცემდნენ რა მიმართულებაც იყო საჭირო და ჩვენ მტკიცებულება მათი ნათესაობის მტკიცებულება იმისა რომ აქ არის რაღაც პირად ანგარიშსწორებასთან საქმე ამ მტკიცებულებას ძალიან მალე გავხდით საჯაროდ და ამ მტკიცებულებას აუცილებლად გადავცემთ სასამართლოს დავთავრეთ მადლობა